გამარჯობათ ბატონო ზაულ. მოგესალმებით. დღეს ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და ბატონ ზაულს აქვს ძალიან საინტერესო შეკითხვები, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ. მე მინდა მოლოცვით დავიწყო ბატონო გიეს ყველაფერი. მინდა მიულოცო ყველა ქართველ ფეხბურთის გულშემატკივარს. ჩვენ ტელევიზიაზე გადაცემა კვირაობით ჩვენი ფეხბურთი და იმ გადაცემის წამყვანებს უნდა მიულოცოთ პირველ რიგში ბატონ რეზო ზუზუაშვილს, ბატონ მურთაზ ხურცილავას, ბატონ მანუჩარ მაჩაიძეს. სინდის და ნამუს ქართული ფეხბურთისას. და ყველაზე მეტად მათ გაეხარდებოდათ ეს გამარჯვება და ისეთი დიდი ფეხბურთელის წარმატება, როგორც ხვიჩა კვარაცხელი არის. ჩვენი ოქროს ბიჭი ასე უძახენ მას. ასე ვთქვათ, დიდი სიყვარულით ქართული გულშემატკივრები და მისმა თამაშმა ფაქტიურად დააბრუნა ხალხი სტადიონზე. მაყურებლები დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს და ჯერ კიდე როცა ბათუმის დინამოში აგორებდა ბურთს მაღლეს ლიგაში თამაშობდა და ბათუმის და დღესაც თამაშობს ერთ-ერთი მოწოდებული გუნდია მთელი საქართველოს უყურებდა მის თამაშს და დღეს მით უმეტეს და მე ვიცი ორი ადამიანი რომელსაც მისი ოჯახის და მისი გულშემატკივრების ერთად ძალიან გაეხარდეს გამარჯვება და მინდა მოგახსენოთ პირველ ადგილზე ეს არის სახალხო მწერალი კლასიკოსი ბატონი რეზო მიშველაძე ჩვენი მეგობარი ჩვენი ტელევიზიის მეგობარი რომელიც თავდაუზოგავი გულშემატკივარია კვარაცხელიასი ჯერ კიდევ 2 წლის წინათ როცა ნაპოლიში თამაშობდა კვარა ვიდრე ჩემპიონი გახდებოდა პირველად იტალიის სკუდეტოს სანამ აიღებდა მანამ ბატონ რეზომ მწერალთა გაზეთში გამოხსნა სტატია სათაურით ნუ დამიმეწერთ კვარას და საოცარი ასე ვთქვათ წინასწარმეტყველებები მისი ფაქტურად ყველაფერი ახდა რას ბატონ რეზომ ბრძანა მაშინ და იგი მაშინ მიიქცა კვარას ასე ვთქვათ თავდაუზოგავ გულშემატკივრად და ჩვენ მთელი 3 წლის განმავლობაში რაც კვარა წასულია საზღვარგარეთ ჯერ იტალიაში ახლა საფრანგეთში და ფაქტურად ერთად უყურებთ ხოლმე ყველა თამაშს რა თქმა უნდა მე ჩემს სახში ბატონო თავის სახში და ტელეფონებით ყოველ 5 წუთში 10 წუთში ურეკავთ ერთმანეთს და საოცარი თავდაუზოგავი გულშემატკივარია ბატონ რეზო ხვიჩა კვარაცხელიას მე მინდა ბატონ რეზოსაც აქვს დიდი მისალოცი რამდენიმე დღის უბრალოდ 14-19 მაისს საქართველოში ჩატარდა სოფლიო წიგნის ფესტივალი რომელშიც მონაწილეობდნენ სოფლიოს 19 ქვეყნის მწერლები და მინდა სიამაყედ გამოსხადო რომ ჩვენმა ახლო მეგობარმა ბატონმა რევაზ მიშველაძემ დაიმარჯვა ამ კონკურსში და დაიმსახურა ლაურეატის წოდება და ასე ვთქვათ გახდა სოფლიო ჩემპიონი მწერლებს შორის ბატონო ახლა ჩვენთვის ყოველთვის სოფლიო ჩემპიონია იმიტომ რომ მსგავსი ამ წუთას ნოველისტ და უკვე რომანისტიც სოფლიო მარიცი უნდა აღნიშნო რომ არ წყავს ჯერჯერობით სოფლიოს და მინდა რომ მიულოცო ბატონ რეზოს ბატონ გია თქვენთან ერთად მეგობარია მინდა ჩვენი ახლო მეგობარია ჩვენი ტელევიზიის შერისტუმარია და უსურო წარმატებები მისმა ნოველებმა დაიმსახურა კიდევ ერთხელ საერთაშორისო აღიარება და გუშინ კიდევ გვასწრო ჩვენ აჭარის ტელევიზიამ ბატონ რეზოს იქონდა გამოსვლა ხელსაღამოს და წინვალი გამოსვლა ქონდა როგორც ყოველთვის და კიდევ ერთ უთხრა ბრძნული სიტყვა თავის ერს. აქვე მინდა აღნიშნო მეორე დიდი მოყვარული ხვიჩა კვარაცხელის ქართული ფეხბურთის ბატონ ჯუმბერ პატიაშვილი. ესე ჩვენ უახლოესი მეგობარია, ისე როგორც ბატონ რეზო მიშველაძე და გეტყვით იმას რომ ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა თავის დროზე წეროვანში მიწის ნაკვეთები დაურიგა ქართულ ფეხბურთელებს და ერთადერთი ასე ვთქვათ სოფელი ალბათ თელ საქართველოში სადაც არის რამა შენგელიას სახელობის ქუჩა ჩვენი დიდი ქართველი ფეხბურთელის და ბატონ რეზოს ასევე ბატონ ჯუმბერმაც როგორც იტყვიან ერთად უყურეთ ამ გრანდიოზულ ფინალს სადაც ხვიჩამ აიხთინა ბავშვობის ოცნება და ჩვენ ქართველებს აგრძნოცება რომ კახი კალადის შემდეგ გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი რომელმაც ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და აგრეთვე გახდა პირველი ფეხბურთელი ქართველი, რომელმაც ჩემპიონთა ფინალში გაიტანა გოლი.
ეს იყო მეოთხე გოლი, საოცარი გოლი, როგორც კარას ეკადრებოდა. ახლა ბატონო გია, რახან ჩვენ მოვჭით ამ მილოცებს და კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ რეზოს, ბატონ ჯუმბერს, ეს ქართული ფეხბურთი იწარმოება და ბატონ რეზოს საშუალებით მივულოცო ყველა წიგნის მოყვარულს, ყველა რეზომიშვილაძის თაყვანისმცემელს, მისი დიდი და ასე ვთქვათ გადამწყვეტი წარმატება საერთოდ სოფლიოში ასეთი ტიტულის მოპოვება ისეთ წელისგან ხუმრობა საქმე არ არის მოგეხსენებათ ბატონო და ახლა მე მინდა გადავიდე უკვე ძირითად საკითხებზე რომელიც მე ამოვიწერე იმიტომ რომ შეკითხვებია რამდენიმე და ძალიან ასე ვთქვათ ბევრმა ხალხმა მომმართა ამის ჩვენ ბატონო პირდაპირ რაც უნდა გითხოთ ეს არის ფაროსანა აი უკვე დაიწყო ასე ვთქვათ ფაროსანას შეწამის პერიოდი ჩატარდა შეხვედრები, როგორც სამეგრელოში განსაკუთრებით და აი თქვენ გაქვთ არსენალში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. კიდევ ერთხელ გითხარით ამ შესახებ და იქნება სადასაჭირო მივიდეს ამ შესახებ ასე ვთქვათ ჩვენი ხმა. ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის რომ ფაროსანასთან ესე ვთქვათ ბრძოლა მიმდინარეობს უკვე ერთი წელიწადი, მაგრამ რაღაც უცნაური პრობლემა ხდება, რაც უფრო მეტად ებრძიან, უფრო მეტად მრავლდება. ეგ არის ძალიან საინტერესო ფაქტი, ამ ფაქტზე სხვათა შორის ჩვენ ალბათ ფაროსანაზე თუ არა ზოგადად ვირუსზე ვლაპარაკობდით. ნებისმიერი, ისე ვთქვათ, ცოცხალი არსებობა აქვს რაღაცა დამცავი მექანიზმები და როდესაც ფაროსანა დაამუშავეს რაღაც გარკვეული ქიმიური საშუალებით, თქვათ 3-2 წლის უკან ფაროსანა შეისწავლა ეს ქიმიური ესე თქვათ იმუნიტეტი გამოიმუშავა იმუნიტეტი და ნაკლებად მოქმედებს ეს ქიმიური შხამი და ვთქვათ ფაროსანაზე. მე აღარ ვამბობ იმაზე, რომ გარდა ფაროსანას ის კიდე რაღაცა სხვასაც სპობს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ლაპარაკია ფაროსანას. და აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ყოველ წელიწადს უნდა მოიგონონ, თქვათ, მეცნიერები და ვინც ახალ-ახალი წამალი, შხამი, რომ მოერიონ ფაროსანას. და ალბათ მე მგონი ეს არასწორი მიმართულება არის, იმიტომ რომ დავარქვათ ისე ფაროსანას გამრავლებასაც აქვს მიზეზი. აი რატომ გამრავლდა? ალბათ იმიტომ რომ ბუნებაში მტერი ყავდა, რომელიც ანადგურებდა იქ თქვათ ფაროსანას რაოდენობას, აკონტროლებდა და ის ფაროსანას მტერი ან საერთოდ აღარ არის, ან და თქვა დაიკლო რაოდენობრივად და ფაროსანა გაიზარდა. ან გამოასწრო ფაროსანამ ჩვენსკენ. აუცილებლად. იცით მე არის ალბათ მეცნიერები ვინც ამ პრობლემას აკეთებს, შესწავლილი აქვს თვითონ მიზეზი, რატომ გამრავლდა ფაროსანა. ჯერ ეს უნდა თქვა გადავწყვიტოთ. ეს მოინახოს მიზეზი. და მე ლაპარაკია მაგის ესე ვთქვათ ფაროსანას განადგურებას. ესე ბრუნდებით კვანტურ მექანიკაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვანტურ მექანიკაში არსებობს რაღაც გარკვეული საშუალებები, ესე ვთქვათ ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც ესე ვთქვათ დააძინებს ფაროსანას, მაგრამ ის თვითონ ეს ვთქვათ ხსნარი იქნება თუ სხვა სახით იქნება ეს კომპონენტები, რომელსაც გამოიყენებენ მეცნიერები, სხვას არაფერს არ ავნებს. ეგ არის შეგვიძლია სიტუაცია გაწყვეტნე. მე ნაყურებმა კადრები, როგორ აადგურებთან ფაროსანას ეს ტელეფონით გადაღებული კადრები. და მაინდა-მაინც სასიამოვნო არის ხომ ცოცხალი რასაკდება, მაგრამ ძალიან იმათ ის თითქოს მუსიკას უკრავდნენ ისე რომ შეეძინება ადამიანს მუსიკის დროს ისე ხდებოდა მათი განადგურება. თქვენ ქიმიურ საშუალებას არ იყენებთ საერთოდ. ეხლა ბატონო თქვენ თუ შეგიძლიათ რომ რაც ამ წუთას ეს სახელმწიფო ორგანოები აკეთებენ და ის სამსახურებიც ამით არის დაინტერესებული, თუ შეგიძლიათ თქვენმა წამალმა შეცვალოს ეს ყველაფერი. ამას გეკითხებით. მე მგონი შეიძლება კი არა. ალბათ უნდა შეიცვალოს. მე არ ვიცი ნამდვილად მე გვერდს კიდევაც რატომ ის ვისაც ეკუთვნის ეს პროცესები ეგ პრობლემის გადაწყვეტა
რატომ არ თქვათ შეისწავლება ან რატომ არ სწავლობენ იმ რაღაც გარკვეულ მიზეზებს, რომელიც როგორც მე ვთქვი, ამრავლებს თვალსანას რაოდენობრივად და აძლიერებს მაგრამ შესწავლილი გაქვთ ეს მიზეზები და იცით როგორ ეს არის იცით ხო გეუბნებით ძალიან იოლი მიმართულება ჯერ ერთი ალბათ უნდა გადავხედოთ ისტორიას თვალსანა ალბათ იმავე თქვათ რაოდენობით წლების რაოდენობით არსებობს დედამიწაზე რაც ადამიანობა და რატომ არ იყო თქვათ 20 30 100 წლის უკან ეგ პრობლემა ალბათ შეიძლება სხვა იყო თქვათ კალიების ან რაღაცის მაგრამ ფაროსანას პრობლემა არ იყო აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული თქვათ ეს ჩვენი წინაპრები იცოდნენ ილეთები იცოდნენ საშუალებები რითი თქვათ აი პროცესს ჩააყენებდნენ თქვათ ის თავის კალაპოტში რომ თქვათ ფაროსანას გამრავლება არ ყოფილიყო და რა არის ეს ყველაზე უცნაური და ყველაზე ამ შემთხვევაში უარყოფითი არის ის რომ აი ეს სამგები ფუტკრებსაც ანადგურებს და მე არაპირულად ვამბობ რომ წაიკითხეთ ბიბლიაში წერია და სხვა თქვათ მონაცემებში სხვადასხვა ისტორიულ დროს სხვადასხვა მეცნიერების როდესაც ფუტკარი დედამიწაზე თქვათ განადგურდება მე შემდეგი ადამიანი იქნება და რატომ არ ფიქრობენ ამ თემებზე არ იცი იცით ეგ არის ძალიან უცნაური თემა მე ხშირად აი ამ თქვათ ვამბობ აი ამ სიტყვებს რომ ისენს მეცნიერი დავარქვათ ვინცაც ეკუთვნის რაღაც გარკვეული პროცესები არა მარტო ფაროსანაზე ელაპარაკი არ შეისწავლის ღრმად აი ამ მიზეზებს აი ამ საშუალებებს რითი თქვათ ანადგურებს არა მარტო ფაროსანას იმიტომ რომ ბუნებაში არსებობს უამრავი საშუალება რომელსაც ესე ვთქვათ ქიმიური არ არის მაგრამ თავის მისიას ასრულებს პატრონია ეხლა თქვენ როგორც აკადემიკოს გიორგი ნარიშვილი ეხლა აცხადებს ღმერთისა და ხალხის წინაშე რომ მას შეუძლია ფაროსანა დაამარცხოს იცით ვისაც არაჟერო მომიტანოს ფაროსანა ამიტომ შესაბამის ორგანოებს რომელსაც ეხებათ ეს საკითხი კიდევ ერთხელ მიმართავ და იქნება ახლა მაინც გაიგონებო არის პიროვნება გერ დაუკავშირდით შეხვდით და ნახეთ შეძლებს თორეს ფაროსანას დამარცხებას ამ საკითხზე ამის შემდეგ ჩვენ წვეთ საუბარს ბატონია მე მგონი ძალიან საკმარისად ვილაპარაკეთ ამ წლები ამ შესახებ ვილაპარაკეთ არავის არაფერი არ ესმის და იქნება ახლა მაინც გაიგონო ამ შესახებ ღმერთთა ქნას სხვა შემთხვევაში ისევ იგივეს ვეკითხები ვინც ამ მისიას დღევანდელ დღეს ასრულებს შვილები თუ ყავს ან და შვილიშვილები და შვილთა შვილები რო იყოლება რას ვუტოვებთ ჩვენ მაგათ ბატონო შემდეგი საკითხი ცოტა ისეთ საკითხს უნდა გადავიდე ხელოვნური ინტელექტის შესახებ წერება ძალიან ბევრი ამ ბოლო დროს და ჩვენ პოსტაში არის წერილები ამ შესახებ იმ დონებზე მივიდა ხელოვნური ინტელექტი რომ ზოგიერთი თვითმფრინავის მიიყვანა ლამის და აი თქვენ ამ შესახებ რა იცით და სხვადასხვა აზრი არსებობს ესე ვთქვათ მეცნიერებში მთელ დედამიწაზე მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა გარკვეულ დონემდე ეს ტექნოლოგიები იულის წინ გაზლიერდება ბევრ რაღაცას მოიგონები მაგრამ ეგ არ არის ხვალინდელი დღე ადამიანობის იმიტომ რომ ამ ესე ვთქვათ ქტარ რაღაცა გარკვეულ კომპონენტებს რისგანაც არის შექმნილი თქვათ ეს ხელოვნური ინტელექტი სული არ აქვს და როგორ უნდა მოერევს ეს ადამიანობას ვერ მოერევა კი დღეს დრონებს და რაღაცებს იყენებენ ისევ ადამიანის განადგურების გამო ხო ამაში ეს მაგისტრის იგივე იქნება ხელოვნური ინტელექტი და რაღაცა გარკვეულ დონემდე მიიყვანენ ამ პროცესს ალბათ გამოიყენებენ არ ვიცი ხომალდებში რო თქვათ გაფრინდნენ სხვადასხვა პლანეტებზე მაგრამ დედამიწაზე თავის ესე ვთქვათ
თავის თავზე ვერ აიღებენ ადამიანის ფუნქციას. ანუ მას დიდი დრო არ უწერია თქვენი აზრით? შეიძლება დიდი დრო უწერია ისტორიულად, მაგრამ გააჩნია რა ფუნქციებს შეასრულებს. და რატომღაც ადამიანობას არის სხვადასხვა ავტორები, მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი დაღუპავს ადამიანობას. არ მგონია რომ ესე მოხდეს. კი ბატონო. ეხლა ერთ რამეს უნდა დავუკვირდეთ ძველი კარგად უნდა გავიხსენოთ ის ძველი რაც კარგია. ჩვენ ჩავატარეთ წეროლის ექსპერიმენტი. ბატონ ჯუმბერ პატიაშვილის საგარმიდო ნაკვეთი. და გუშინ ბევრი მეკითხებოდა ეხლა პურის ასე რომ ვთქვათ პურს და ხორბალს უყურებს ხალხი ახლა როგორ ამოდის რა მოსწავლდა მე კიდევ ერთხელ უნდა შევახსენებ ჩვენს ტელემოყოლებს და მათ შორის ჩვენს გავიხსენებთ რომ ჩვენ როცა წერობაში ვატარებთ ამ ექსპერიმენტს იქ ორი ნაკვეთი გავაკეთეთ ერთი საკონტროლო ნაკვეთი იყო და მეორე გიანადრეშვის ნაკვეთი ასე უძახეთ მას და საკონტროლო ნაკვეთს რომელზეც ასე რომ ვთქვათ ბევრი არაფერი გამოგვიყენებია 3.5 ტონა მიაღწია მოსავალს და თქვენ ნაკვეთსაც ვიყენებდით თქვენს ასე რომ ვთქვათ წვეთებს 5 ტონა იყო და შემდეგ თქვენ უფრო მეტი მოსავალი მიიღეთ და ამ შემდგომ სხვა ადგილას მაგრამ უნდა უთხრა ჩვენს ასე რომ ვთქვათ მიწათმოქმედებს რომ ასეთი განსხვავება არის რომ შეიძლება მეტი მოსავლის მიღება გაცილებით ნაკლები ხარჯის ფასად. ჩვენ ახლა პარასანაზე ვლაპარაკობდით და ვთქვით, რომ ის ქიმიური საშუალებები, რასაც ხმარობენ პარასანას საწინააღმდეგო, იგივე პროცესი მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, ხორბლის მოყვანის დროს, ზრდის დროს. ქიმიურ საშუალებებს ხმარობენ სხვადასხვა დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს და ვითომ ამ ხრივ რაღაცა გარკვეულ მოგებაში არიან. მაგრამ რო დათვალოთ ზოგადად გადაიყვანოთ ეს ყველაფერი ხარჯში და რამდენი უჯდება დღეს პიროვნებას ვინც ზრდის ხორბალს 1 გექტარი წლის განმავლობაში და რამდენად გაიზარდა ეს ხარჯი ამ ბოლო თქო რამდენიმე წლის განმავლობაში და რამდენი უნდა მოიყვანოს მოსავალი რომ დაფაროს ის ხარჯი რასაც თქვა უკვე დახარჯა და იქ არის რაღაც გარკვეული მინიმალური რაოდენობა არ ვიცი ხო პროცენტულად 20% 15% თუ 50% მაგრამ ეს ეკოლოგიურად სუფთა არ თქვენ ამაზე ეს ალკელაპარაკია. ამ ზუსტად მაგას. კი, ეს ალკელაპარაკია. აი დღეს თქვენ შემეკითხეთ რაღაც გარკვეული დაავადებები როგორ მოიმატა დედამიწაზე გეიმერი. ხო, საიდან მოიმატა? აი ამ ქიმიურ საშუალებებით და თუ ადამიანობას უნდა რომ ადამიანობა არ განადგურდეს ისტორიულად დედამიწაზე ალბათ უნდა გადავხედოთ ამ მიზეზებს შევისწავლოთ და არ გამოვიყენოთ ისეთი რაღაცეები რაც ადამიანს ასე ვთქვათ უპავს და სხვათა შორის სიმინძე ვინც აი მაგას უნდა მეკითხა ზუსტად ახლა უნდა მეკითხა ამ პრინციპებს ხმარობს ყოველ წელიწადს რაოდენურად პროცენტულად იმატებს ნახევარ ჰექტარს რამდენი მოიყვანეთ ეს ნახევარ ჰექტარზე 8 ტონამდე ხო კი ეს წილკაში მე მგონი ხო წილკაში ეს გეტიაშვილის და მესამე წელიწადია ხმარობენ აი ამ საშუალებებს და როგორც მეუბნები და როგორც მე ვხედავ წინ მიდიან იმიტომ რომ თვითონ სიმინძში იხსნება ის რაღაცა გარკვეული საშუალებები რომელიც სხვადასხვა ისე იღვიძებს თანდათან იმატებს და იმატებს გენეტიურად რაც ჩადებული ქონდა ღმერთით და რაც მერე რატომღაც დაიჩაგრა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიური მომენტი, ეგ შეიძლება იყოს ამინდის, ეგ შეიძლება რაღაც გარკვეული შხამები, მაგრამ როდესაც აი ამ ყველაფერი მოყავს
ესე თქვათ კომპონენტებიც, რომელიც არ შეიცავენ შხამს და არა მარტო არ შეიცავენ კი არა შხამს, რომელიც აღვიძებენ აი ქუჯედის დონეზე რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, იქ მოგება, ჩემი დათვლით, 1 ჰექტარზე 60-70%. მე აღარ ვამბობ ეკოლოგიას. ბატონო, ასე იგი გეთიაშვილები ისე უკეთეს იმის თესავენ თუ გადავიდეთ? არა, იგივე თესავენ იგივე ჯიშს, რომელიც პირველადაც ის, მაგრამ რასაც მიიღეს მოსავალი, იქიდან აიღეს რაღაც გარკვეული რაოდენობა და როგორც თესლი გამოიყენეს. ანუ ერთი იგივე პირველი რაც არის იმას მეყვება. არსებობს რატომღაც აზრი, რომ ორჯერ, სამჯერ დათესე ერთი და იგივე თქვა ჯიში, მეოთხე, მეხუთე თაობაში ის ან ხდება, ან თქვა იკლებს. ეგ არის ინფორმაცია, ალბათ ეს ვიღაცა მოიგო. და თანაც ერთი და იგივე ადგილას თესავენ. კი, ერთ და იგივე ადგილას. ანუ მიწას არ ასვენებენ. რა არიცით, რას ნიშნავს მიწის დასვენება? არის ხოლმე შემთხვევა, ხო? არა, ესეც ადამიანობა ეხლა, როდესაც გლეხს არ აქვს არავითარი საშუალებები, რა თქვა, მიწაზე, რომ არ მიეცა რაღაცა გარკვეული დრო აღდგენის, მაშინ ალბათ ეს გამართლებული იყო. მაგრამ როდესაც გააჩენ კომპონენტები, რომელიც აი ამ პროცესებს რაც თქვა ადრე ჭირდება რამდენიმე წელიწადი ასრულებს ერთ წელიწადში იქ ეს პრობლემა იხსნება და ის საკეთებს აი ამ თქვა ანალიზებს აი ამ ნიადაგის თვითონ ახალ შემსხვერპლს ახლა ეცდები გაკეთებული მაქვს არის შემთხვევები სამწუხაროდ როდესაც არასწორად გამოიყენეს ამ დროს უხსნე როგორ უნდა გამოიყენო და ნაკლებად მიიღეს თქვა ეს დადებითი შედეგი. მაგრამ მე თქვა ველაპარაკები იმ ხალხს და რომ მიყვებიან როგორ გახსნეს ეს საშუალება, ხედავ რომ არასწორად გახსნილი კომპონენტები მაგას თავისი კანონს ზომიერება. ანუ თქვენ ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ მიაწოდოთ გუშინაც მივეცი და ხოლაც უნდა მიეცი. ვისაც სურვილი აქვს მოდიან ეს ხორბალი იქნება, სემინდი იქნება თუ გეთიაშვილის მეზოლება არ ახნეს. არ მოდიან. ეს არის ალბათ ფსიქოლოგიური ფაქტორი, ისეთ მაგათ ვერ გაიგეს, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა. მაგათ გონიათ, რომ ეს რაღაც გარკვეული შხამია, შხამს ხო იყენებენ, მაგრამ ეს უფრო მეტად ძლიერი შხამია. აი ახლა მაგ შხამზე უნდა გადავიდეთ ზუსტად. მაგას ადამიანს. მაგ შხამზე უნდა გადავიდეთ ზუსტად. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ასეთ საკითხს თრომზე და მისი წარმოქმნის მიზეზებს. და თქვენ ერთ-ერთ ადრეული გადაცემაში ჩვენ თრომზე ვსაუბრობდით, ზანეთ რომ გველის შხამს გარკვეულ რაოდენობას იყენებთ ამ თრომის მოსაშორებლად, მოსასპობად და მაინტერესებს ახლა შეკითხვა შემოვიდა, მე შეკითხები მაქვს ყველა ჩამოწერილი, ვიწრეთ შემოდა და ჩვენ პოსტაში. დაინტერესებს რა რაოდენობით და რა გველის შხამს იყენებს ბატონი? როგორ გითხრათ, აი 1 გრამი, 9 გრამი, რომელიმე თქვა გველის ეს იქნება ლახეზისი, ეს იქნება ნაია, ვიპერა, კროტალუსი, მათი დასახელები არის აი ამ შხამიანი ესე საქართველოს არიან ეს შხამიანები, ასახსენ ჩამოთვალე. ლახეზისი არის საქართველოში, ეს არის იგივე ადამიანს რა ქვია? ახლა ვიხსენებ, მაგრამ გავიხსენებ და 9 გრამი აი ამ გველგესლა ხო არ არის ესეთი? არის ქართული დასახელები არ ვიხსენებ. ასე იგი. ხო. 9 გრამი ყოფნის რომ თელ დედამიწას დაუმზადო სულ ყველა პაციენტ დედამიწაზე წამალი. ხო და იქვეა შეკითხვა ბატონო გია რომ რა იწვევს ამ თრომს? ეგ ძალიან ესეთი საინტერესო და ფართო შეკითხვა არის. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, რომელიც სისხლში თქვათ გამოიწვევს რაღაც გარკვეულ არასწორ თქვათ რაოდენობით კომპონენტებს, ხო, ცვლილებებს. და ეგ შეიძლება თქვათ ზოგიერთი ნაკლებს
წყალსვავს, ეგ შეიძლება თქვათ ნაკლებ რაღაცა გარკულ თქვათ კალციუმს ღებულობს, ან თქვათ ცინკს, ან თქვათ კიდე რამე სხვა მინერალებს, ან მეტალებს და ეს საბოლოოდ გამოიწვევს ამ ტრომბის საშიშროება. ან და ცხოვრების თქვათ არასწორი წესის მიხედვით ცხოვრებით და რაც ტრომბს იწვევს იგივე არის ტრომბის საწინააღმდეგო. ვისაც აინტერესებს ეს აი ამ ჩვენი თქვათ გადაცემის მერე ჩართოს ინტერნეტი და წაიკითხოს გველმა რო უკმენოს ადამიანს რითი კვდება ადამიანი. სისხლის შედედებით ხო? კი, ან და მეორე მაშინ სისხლი იმდენად ესე თქვათ კარგავს თავის უნარს, რომ მე სისხლი ვერ შეაჩერებ სისდენას. თან შხამია შეიძლება. კი, გაჩნია შხამს, რომელიც შხამი როგორ მოქმედებს. ზოგიერთი გამოიწვევს. ზოგიერთ წამებში. ხო. ნუ რამდენიმე წუთში ალბათ ზოგიერთ ხანგრძლივი მოქმედება ეს სხვადასხვა შხამი სხვადასხვანაირად მუშაობს. მაგრამ გომეოპათიური თვითონ პრინციპი ალბათ არაპირველად ვამბობ, რაც იწვევს დაავადება ამ თქვათ ეს მცენარე იქნება, მინერალი იქნება თუ შხამი იქნება, ამისგან ვაკეთებ თქვენ ჩვენ გომეოპათიურ წამლებს, რომელიც ორგანიზმში აი ამ დარღვევას წესრიგში ძალიან ახალგაზრდებს საავადმყოფო ახალგაზრდების მედიან ძალიან ბევრი დაავადება ახალგაზრდა იცით ეს ისევ ეკოლოგიასთან და ისევ საკვებსთან არის დაკავშირებული ყველაფერი მასთან მე აღარ ვამბობ ნერვიულ სტრესს ესე იგი ტრომბის წინააღმდეგ მე ზღებულებ მაგის სამარს და ჩემი ახლობლების და 2 წუთს დღეში 2 ჯერ ყოფილის ეს ხო ქიმიური წამალი არ არის ეს არის ინფორმაციული და ორგანიზმს აქვს რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ცენტრი რომელიც აკონტროლებს იგივე ვთქვათ სისხლის შემადგენლობას ერთად თქვენ მომხარებნა დამირეკა და მითხრა რომ მეუღლე ასმერდი ატყობა მე დაღებული ხონდა და 5 თუ 7 წუთი მივიღებოდა მე ვთქარი მაგრამ ყოველთვის ამას ნუ გაიმეორებ. ერთხელ თუ შეეცდა მე მგონი არაფერ არ ყოფის არ გამოიწვევს. ორი თვე მისმენდა მაგის ესე ვთქვათ არასწორი გამოყენება როგორც ხორბალში როგორც სიმინჩი გამოიწვევს რაღაცა არ ყოფით შეიძლება. მაგრამ გაზავება შეიძლება ერთით მეტ ერთის ნაკლებად მთელი მოსავალი დაღობას. ეს კი, ну ეს უკვე ტექნიკური პროფესიონალური საკითხია. ეხლა ამას ვისაც აინტერესებს, მთელი ლექციები უნდა წაუკითხო, მაშინ რას ნიშნავს ეს თქვა გაზავება და რომელი გაზავება თქვა რა შემთხვევაში ბევრად უკეთესია. გასაგები. გავაგზავნე ახლა ჩემ შეკეთებ ძალიან ბევრი შეკეთება ვერ მოსწევთ ამ გადაცემაში, მაგრამ მეორე გადაცემაში გავაგზავნე ამას ალბათ. შემდეგ დიაბეტი და ძალიან შემეხმეტა ერთი მომხმარებელი რომ ნადრეშვილმა დაწერა მე მგონი ჩვენი რომელიღაც ციხში არიან შესაძლოა თითებით როგორ ამუშავებს ადამიანი პანკრეასს გარედან იოლია მაგის თქმა იცით შეიძლება ვაჩვენოთ ტელემოყურებელს სახლისას ჩვენ ნუ სულოვანი ვისით ადგილას ესე ვთქვათ სხეულში არსებობს პანკრეასი ხო აი აქ და ზოგადად სხვა მიზეზი რო არ თქვათ არ ვეძებოთ რა იწევს თქვათ ამ პანკრეასის წყობიდან თქვათ გამოსვლა და დიაბეტს აქედან გამომდინარე ხო? კი აქედან გამომდინარე და ნუ პირველ რიგში ალბათ კვება არასწორი კვება გამოიწევს იქ თქვათ რაღაც გარკვეული რაოდენობა უჯედების სიკვდილს მაგრამ სწორად რო გავუკეთეთ მასაჟი პანკრეას რომ ივაჭერ დავატრიალოთ აქ სისხლის რაოდენობა მექანიკურად აი ამ თქვათ დაჭერის მერე მაინც გროვდება აქედან გამომდინარე ძალიან იოლია მაგის თქმა რომ რადგანაც გროვდება კვებავს ამოჯერდებს და ეხლა ეს პანაცეა არ არის ამით შეიძლება მთლიანად ამ პრობლემას ვერ მოხსნის ადამიანი მაგრამ რაღაცა გარკვეულ უკეთესობას აუცილებლად მიიღებს იცით იმიტომ რომ თვითონ პროცესი აი ამ პანკრეასის რო გამოდის წყობიდან ეს არის უჯედების სიკვდილი რაოდენობრივად და თუ აი ამ მასაჟებს სხვა საშუალებას არ ლაპარაკობ
გაიკეთებს ადამიანი, რაღაცა რაოდენობა უჯრედების შეიძლება შეინარჩუნოს, ეგ პროცესში შეაჩეროს და შეიძლება აღდგენოს კიდევაც. აი ახლა მეორე სამი ზუსტი პასუხი ამაზე და მე მგონი გაჩვენა ბატონმა. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ესე ვთქვათ ტრადიციული მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები და არა მარტო ჩვენი წინაპრები საქართველოში მთელ დედამიწაზე, ვისაც ესმის ეს პრობლემა და პროცესი. ისევ ინტერნეტში შეიძლება გასცნოთ ნახოთ. და კიდევ ერთი რამ ახლა ჩიყო მიწერია დაახლოებით გამახსენდა რაც უნდა გითხოთ თქვენ. ესე იგი ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი ავადმყოფობა რომელიც ბევრ ადამიანს ახლა ბავშვობიდან გვიცით ჩვენ ამ შესახებ, ჩიყო შესახებ. ყველა სკოლია მეზობელია ნაცნობი ან ვინმე გამლელი მაინც რომ დაგვინახავს რომ მას მკვეთრად ეწყობა რომ მართლა ჩიყვი აქვს. თქვენ როგორ გუნდათ ამ ჩემს? იცით პრინციპში მე ამის თქვა წინ თქვი რომ რასაც იწევს გველის ხამი იგივე პრობლემას ხსნის გველის ხამი. ჩიყვის პრობლემა არის იოდის უკმარისობა, სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველ რიგში ალბათ ისევ ეკოლოგიასთან დაკავშირებულია და დასხივებაზე გარემოსი და ჩვენ იგივე იოდისგან ან სხვადასხვა კომპონენტები რომელიც შეიცავენ იოდს ვაკეთებ წამლებს და ის აღდგენს აი ამ დარღვევას და თვითონ ორგანიზმი რთავს დამცავ მექანიზმებს ასავდგენ მექანიზმებს. ბატონო, ბევრი შეკითხვებია და მოდი ხა ერთ შეკითხვაზე გავცეთ პასუხი შემდეგ ასე ვთქვათ შევისვენოთ ცოტა და გავაგზავნოთ ეს გარჩევა რომელიც უკვე შემდეგ სამშაბათს გავა. აი ასეთი შეკითხვა რომელიც ძალიან აწუხებს კაცობრიობას თქვენი სამის შესახებ ეს არის ალცჰაიმერის დაავადება რომელიც ძალიან დიდი პროცენტებით მოიმატა ბოლოს თელ მსოფლიოში. ისევ ვბრუნდებით ეკოლოგიასთან და ისევ ვბრუნდებით აი იმ შხამებთან რომელიც ჩვენს გარშემო უამრავი უკვე არსებობს. იცით იგივე თქვათ პური იქნება თუ წყალი იქნება თუ სხვა თქვათ მცენარეული საჭმელი ეს პამიდორი იქნება კიტრი იქნება ნახეთ რიცი მოყავთ ეს ყველაფერი. პამიდორს გემო არ აქვს, კიტს გემო არ აქვს არც დღესდღეობით არც ახალგაზრდობა შეიძლება არც იცის ნამდვილი გემო და სუნი თქვათ იგივე პამიდრის ან კიტრის კიტს რო ჭირდით ერთი ალბათ 100 მეტროზე ჩვენ მაგალითად ნახეთ მაგალითად კიტრი და პამიდორი იგივე წეროვანში. არა, ნუ ეს ვისაც მოყავს ეკოლოგიურად სუფთა ის იგივე იქნება. მე ვამბობ ისეთ მასიურად. იცით მე ამის წინათ სათევზაოდ ვიყავი და პურიზმ უნდა გამეკეთებინა ეს საშუალება რომელსაც თქვათ რომ ის თევზს იჭერ. იცით აი ბავშვობაში პურს ვეღებდი და გოს პლასტილინი ხდებოდა. აქ ვერ გავაკეთე. წებოვნება არ ქონდა პრაქტიკულად და მე აღარ მოგობ სხვა შემოგვიყვება. ესე იგი თქვენი ხომით დამზადებული არ იქნება მოთხოვს ალბათ. არავითარ შემთხვევაში. ანუ ალცჰაიმერის დაავადება იმკურნება თუ არა მის იცით ძალიან რთული დაავადება არ მოგატყულებთ. მყავს მე პაციენტები ამ პრობლემით გვარს და სახელებს არ ვიტყვი ძალიან ცნობილი ხალხია ზოგიერთი და წინსვლა გვაქვს. ანუ შეუძლიათ მოგმართოთ თქვენ თუ არა უკიდურ შემთხვევაში პროცესს შევაჩერებთ. ხო და იმ კიტრი და პამიდორისაც უნდათ სიმინდი და ხორბალი ისევ შეიძლება მიმართოთ ბატონგიას იმიტომ რომ აქვს ამის რეცეპტები და მე მგონი იცით ძალიან ხშირად ვამბობ ერთ და იგივეს დღეს თუ ჩვენ არ ვმიხვდეთ ჩვენ გარემოს ხვალ გვიან იქნება. ასე იგი პატრონი ახლა ჩვენ ცოტა ხანი შევისვენოთ ახლა დავამშვიდობთ ჩვენს ტელემაყურებლებს ბედნიერი დღეები უსურვოთ და მომავალ სამშაბათს იქნება მეორე გადაცემა რომელსაც ხილავთ ზუსტად. დიდი მადლობა ჩვენ თეატრში ვიყავით და გავაგრძელებთ ამ თემებს. კარგად გზავნებოდით.